ნებისმიერი საზოგადოება განიცდის ისეთ ადამიანთა დეფიციტს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი ინდივიდუალობითა და არაორდინალობით. ამის გამო ჭორნიუსის პრეს-ცენტრი პერიოდულად ასახელებს პერსონას. ამ რუბრიკას ჩვენ ყველაზე იშვიათად ხსნით ხოლმე. ტელემაყურებელთა თხოვნით კი დღეს შემოგთავაზებთ მარტის თვის პერსონას. ეს გადაყდა ნახე. ეს კეონს მახსენებს, ეს ამეთვისტია, ეს პარიზიდან არის, ეს კეონშია. აი ესე დავდიოდი მე ევროპაში და ჩემთვის ძვირფას ქვებს ვეძებდი. ანუ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. აი ეს ძველი ქართულია. ნახე რა ლამაზია. მაშასე ჭორნიუსის პრეს-ცენტრი ასახელებს ამთვის ახალ პერსონას. კოტე ყუბანეიშვილი. ბერლინში ვარ მახველებს, ვამახინჯებს სახელებს, ვიტრინები მახელებს, ვერ პოულობ ტახელებს, ჩემ თვალების ამხელებს, სახლებს ზომით ამხელებს, პერგამონის მუზეუმს რომ აოცებს, მნახველებს, ნახა ვიტყვი რამშობა, გახსენდება ბავშვობა, როგორც მონრო, მერლინი, შემიყვარდა ბერლინი, მისი სველი პოპარტი, მისი ტომას ვოლფარტი, ვინეშტრასეს რეისი და ირაკლის ფეისი, მოსკოვ ნიუსის ცხადება, ეკეს გამოცხადება, ჩემს ბლოკნოტში ლექსები წვება, როგორც კექსები არ მეშვება რეფრენი, ჰაერში ვარ შემფრენი, მოკაზმულან ქუჩები, ჩაუცვიათ ახლები, ვიტრინათა ტუჩებით მიღიმიან სახლები, ოჯახი მყავს სარჩენი, აქ არა ვარ დამრჩენი, მე იქ უნდა ვცხოვრობდე, სადაც ვივლი შორტებით და ამიტომ ბატონო ქართველებო გშორდებით. საერთოდ სტუმრობის პრინციპი არის, რომ როდესაც სადმე მიდიხარ, სანამ რამე შეგიძლია, სანამ პოზიტიური ხარ, სანამ შეგიძლია რაღაც დატოვო, სანამ გაამხიარულო, სანამ შეცვალო, ცოტათი ადრე უნდა წამოხვიდე იქიდან. რა შავი ქვა მინდა მე ახლა. დიდი ხანი ბერლინში. 3 თვე ვიყავი, ავკრიფე ყველაფერი მინდა ჩემი პატარა ზაღვრელი საქართველოს ძუნძგლიანისთვის. საქართველოა მთავარი. ქართველი ნაშაარი მთავარი და ყველაზე კაი ქალი, ერთადერთი გერმანელ გოგოებს და ფრანგ გოგოებს იუგოსლაველები და რუმინელების მშვენივრად მიხედავენ. არაბები და მაროკოელები და პუერტორიკოელები და ზანგებს ვაჯობებთ ახლა ჩვენ ქალების დაბმაში. ქართველი ქალი შენა გელოდება და ყურადღებას არ აქცევ და მიდიხარ. საერთოდ ქალი არის საზოგადოებრივი აზრი. ეს ქართველი უნდა მოეფერო ამ საზოგადოებრივ აზრს. ხო, ჯერ კიდე გვიან არ არის არაფერი, ყველაფერი წინ არის და ყველაფერი გასაკეთებელია, რასაც გააკეთებ, თავარი არ დაიზარო, არ დაიზარო. ის ვინც ქვეყანას მართავს, სიტყვას არ ამბობს მართავს, ჩემს სამშობლოში ნიჭის გამოყენება მიჭირს, დავფიქრობ ნეტავ აქ მე რატო ვერ ვნახე საქმე, თორემ ამბობენ ხმები, უსაქმობისგან ხმები, ამბავს გიამბობთ მოკლეს, საქართველოში მომკლეს, გამწირეს როგორც ჯოყოლა, არ აღირს ამის მოყოლა. ეს არის ბედნიერების გასაღები, როდესაც შენ შეგიძლია იცხოვრო არასაკუთარი თავით, როდესაც შენ შეგიძლია გახდე პოზიტიური, როდესაც შენ შეგიძლია გაიღიმო, შენ თუ შენ თავის გამშაყირებელი არ ხარ, შენ თუ შენ თავზე გულით არ შეგიძლია გაიცინო, შენ უფლება არ გაქვს და არც არავინ არასოდეს არ გაპატიებს სხვაზე ხარხარს. ეს მაფიოზობა ხო პრინციპში აზროვნებაა, ეს რაღაცნაირი შეზღუდული აზროვნებაა, რომ ის მაფიოზი რომ მიხვდეს, რომ ღიმილი ჯობია ბღვერას, პრინციპში გაიღიმებს. ამას უნდა მიხვდეს მაქსიმალურად ბევრი ქართველი, ჩვენ რომ ომით ვერავის ვერ ვაჯობებთ და სროლით და გამეტებით ეს გაირკვა უკვე. თუმცა გამებთა ძალიან ცუდი გემოვნება ჩვენთან. ცუდი სტილი ჩაცმის, ცუდი მანერა ლაპარაკის, რომ იარაღი ტაბელური გახდა კომფორტაბელური. ხელში რო თოფი აგიტაცია, რა დარგი ვარ გააგიტაცია. დელია და ოდელია, საქართველოს მოდელია. დღეს ლექსები უნდა ვწეროთ კედლებზე. ესეთი პირობები არაფერს არ გავაფუჭებთ, პირიქით თუ გავალამაზეთ. ხელოვნება იარაღია, რომლითაც შეიძლება ერთადერთი იარაღია, რაც შეიძლება დაუპირისპირდეს ძალმომრეობას და გიორგი სააკაძეს კითხეს, რომელი იარაღიაო ყველაზე კარგიო და რომელიც ხელში გიჭირავს ისო. თავიდან ესმოდა, არავის ესმოდა, არავინ ინება შეექმნა დინება, დაიწყო ომი და თავისით მოვიდა იფეთქა აისმა, დაესხმა გაისმა რითმებს და მაჯამებს, ეპოქა აჯამებს. არავინ ელოდა ხმას საქართველოდა. შენ ჩემო გრძელო ენაო, რატომ დაიწყე კბენაო, არ მიჩერდები პირშიო, მოსაჭრელი ხარ ძირშიო. ლექსების წერა დავიწყე, არაფერი ლექსების წერა არ დავიწყე. არაფერი ლექსებს ყოველთვის წერდი, პროფესიით ფიზიკოსი ვარ. ფიზიკაში აღარ გავაგრძელე მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხალხს ესმოდა ეს ფიზიკა და მეც კიდევ კაი რომ ფიზიკისტვის და ჩემთვისაც საბედნიეროდ, მაგრამ მეტაფიზიკის სიყვარული დამიტოვა ამ ფიზიკის სიყვარულმა და უნდა გადამეწყვიტა რა.
ან აქით ან იქით და აი ამ დროს ღმერთმა გამომიგზავნა რა ჩემ და ბედად თავში დანა რო აზე მოდი რა დეგენერატო და მოვკვდი და არ მოვკვდი გაიგე და აი ეგ იყო რა ლექსებიც და პოეზიაც და სიყვარულიც და ყველაფერიც მივხვდი რომ რა ბედნიერებაა რომ რადგან მოვკვდი დავრჩი მე რომელმაც უნდა რაღაცა ყოველ წუთში რაღაცა აკეთოს ახალგაზრდობის ურნალი უნდა გამოვცეთ ჟურნალი კინო იწყება მაშინ როცა შენ ხარ ჩართული და ჩემთვის ქართული ენა არის იარაღი მე მინდა ენით ვაჯობო კალაშნიკოვს დრო შემოვიდა ზვიადი ირგვლივ ღამეა წყვდიადი ელცინმა ტახტი მიიღო არძირბამ ომში ფრიადი ისუხარიათ აფხაზებს ჩვენ რომ რუქიდან აფხაზეს არეშინია კრიზისის სოფელს რომელშიც კრიზისის რატომ გვეგონა ჩეჩენი ჩვენზე სოხუმის შემრჩენი რომ დაიკარგა გაგრა ყველას გაგვიტყდა მაგრა პირში გვაფურთხოს ვინც უნდა არ უნდა დავთმოთ პიც უნდა პოლიტიკა კი ქართული კამათით არის გართული პატიოსანი მოქცევა არ არის ნება და არ თული ვინც დაარიგებს პიც მათეძახიან პატრონებს, ვინც მეც არიგებს პატრონებს, ნეტა ვინ დააშოშმინებს ამდენ აქტიურ მატრონებს, რა ეშველებათ მათხოვრებს, ვისი ქონება ეყოფათ, რამდენი ხანი ვითმინოთ მილიტარიზმის შეყოფა მაფიოზების თარეში, ამ გაჭირვებულ მხარეში, რომელმაც ფეხი გამოყო ის კუა ცივსამარეში, სულ ყველა გაჩუმებულა, ციხეში ზიან მართლები, მამაო ჩვენო რას გვერდში, ნეტავი რას გვემართლები, სხვა გადასულა ნაპირებს, თა ცეცხლის სროლას აპირებს, ქვეყნის ბედი და იღბალი, ხელში უპყრიათ ვამპირებს და რომ დაიწყოს მოქცევა, უნდა ვისწავლოთ მოქცევა, წესი და რიგი დავიცვათ, სუფთად და კოხტად ჩავიცვათ, სახეს მივიღებთ ფხიარულს, დავიწყებთ სტუმრად სიარულს, ასეთი სხარტი გონებით, ვიღაცას მოვეწონებით, დამძიმებულებს დარდებით, გნახავს და შეუყვარდებით. სერიოზულობა არის, ეს არის ჩემი მტერი მაგალითად. სერიოზულობა, ანუ სიმძიმის ძალა, გრავიტაცია. თავისუფლებას, რა თქმა უნდა, თავისუფლების მიღწევა არ არსებობს. არის სწრაფვა. აი ეს მიხარია, რომ აი აქ არის ესეთი შესაძლებლობები, ამდენი დეგენერატია ირგვლივ, ამდენი კაი ხალხი, ამდენი სასაცილო ხალხი დადის, ამდენი სისულელე ხდება. ბევრი რომ საქმე არ გააჭირო, ერთი ოთახი არის საჭირო, ამ ქვეყანაზე რომ ითარეშო, გჭირდება სუფთა საფირფარეშო. მე გამყავს ქართულ ცნობიერებაში კანალიზაცია. გათავდა. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.